ბიტებს რაც შეეხება სტანდარტულად რა ბიტიანზე მუშაობ, ვისაც და ჩვენ რაღაცა დოკუმენტის სტანდარტზე შევთანხმდით, რა გასო? შევქმნათ ახალი დოკუმენტია, რომლის ქვით რას ვაკეთებთ? პრინტი, კი ბატონო, A4, ლენდსკეიპი და რეზოლუციონი როგორ გაჭედოსო, თქვით რომ 72 იყოს და ჯერჯერობით მუშაობთ არჩევნებებზე, იმიტომ რომ მაქსიმალურად კონდეს დრომა გასაუბროს საშუალებებთან. ფანჯრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტრუქტორული ლეიერების ფანჯრა გვჭირდება მხოლოდ და მე უკვე რა თქმა უნდა ეთოფობრივად დავამატებ. ზუმი დავაყენებ ხო როლიქზე ასე მასწავლე. ეს ბატონო, ზუმი დავაყენებ. და ზუმი გაგვიწევ ახლა ჩვენ ნახეთ რა, შეიფერთ ხო ესე? შეიფერთ ნახეთ, ბატონო და ვისწავლეთ შეიფერების წაშლაც, ხო ესე? რამდენიმე ხერხი უნდა გახსოვთ? მიხარეთ. დილეთი კლავიატურაზე ლექსპეისი, ნაგავში ჩავიდან, უნას დავაკლიკებ, მარჯვენა კლიკი, დილით და ასე შემდეგ. კი ბატონო, ფერი როგორ შევცვალო? ფერი რა წერია? X-ი. დავაკლიკებ მარჯვენა. დავაკლიკებ ლეიერების პანჯერაში. რამდენი? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ორჯერ, ხო? დაბლკლიკით კი ბატონო და ავტომატურად გამოჩნდება. პალიტრა საიდან შეიძლება შევცვალოთ ფერი და ეს ეხება მხოლოდ ვექტორულ ობიექტებს, ვინაიდან მათი შეტავსი ცვალებადი და ექნებებადი და ნამდვილ რედაქციებას. და აი ნახეთ, ვირობითად ლეიერების ფანჯრის ქვედა მარჯვენა სადაც ნაბუსომია, ხო? მის გვერდზე არის ახალი ლეიერის შექმნის ეს თქო დილა, ნიუელია, რომელიც განსხვავებს მას მინდა რომ ერთი პროექტი ვექტორულ ობიექტებს ყოველთვის იქნება განსხვავებული ნიშანი და თვითონ აიკონშივე თავად მარჯვენა შექმნება კვადრატი 20 წერტილით ნაშენი. ეს გულისხმობს რომ შინაც ეს ლეიერი არის ვექტორი. ეს მე ახალი ლეიერი შევქმნია, მე ინფორმაციას აღშეიცავს გამჭვირვალ ლეიერებში, უბრალოდ მაგრამ მასზე როლში დავაკლიკო, ანუ ჩვენ ვისწავლეთ, თვითონ გამოიტანს არა ფერების პალიტრას, არამედ ლეიერის ფაილების ფანჯრას, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ არსებობს რასტული გამოსახულება და ვექტორული გამოსახულება. ხო, ანუ შესაბამისად რასტულ გამოსახულებაში ესე მარტივად ფერს ვერ ვთქვით. ამის დასამსახურებლად ვთქვით ეს რომელია? ეს ნაგვის უგუნის გვერდზე, ამიტომ ეს არის ახალი სუფთა სარიელი ლეიერი, რომელიც დაგჭირდება. ვექტორულია თუ? ეს არის უკვე რასტული. ანუ სურათები ასეთი შევქმნი ახალი ლეიერი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რასტულია. აი მაგრამ ვექტორულია. კი ბატონო, რასაც ეს 20 წერტილი აქვს, ეს ვექტორულია. სიტყვაზე რაღაც ტექსტი რო დავწერო, ტექსტ თავისი აღნიშნა. ნახეთ? ეს სიმბოლოა გამხატული და არ შეგეშლება ხოლმე რა, რომელი ლეიერი რა არის რა. ლოგიკად, ყველა თავისი თქო განსხვავებული ნიშანია. ასევე ვისწავლეთ ჩვენ კიდევ ტონალურ ლეიერებსაც, ტონალური ლეიერებიც თავისი ვიზუალით, ყოველთვის იქნება განსხვავებული. ასე რომ, ყველა თავისი ეს თქო მნიშვნელობა. თუ არაფერი სიმბოლო არ აქვს რაღაცა, ხო? მაშინ ჩავთვალოთ, რომ ყოველთვის ეს იქნება რასტული გამოსახულება. ხო? აი ბატონო. ანუ ამას ვისწავლით მე რა უპირატესობა პირატესობა ეს არის რომ ვექტორი ყოველთვის მაღალი ხარისხის და მისი შიფრავს და კონტროლი შემიძლია უცვალობად ამარტივად, მაგრამ ფერი ჩავასხან გრადიენტი ან ტექსტური დავწერო, რასტულ გამოსახულებაში ფერი რო შევიტანო, ცოტა სხვა მანიპულაციები მიწევს რა, იმიტომ ამას მე თანამშრომლები დავამატებს. ერთი, როგორ დავამრავოთ, გახსოვთ? ბატონო, ერთი ვერსია Ctrl+J, როგორც Ctrl+J აკეთებს რას? ZV დუბლიკაციას, ხო? ანუ პოზიციას აღწევს და კი ბატონო, ZV გავაკეთა დუბლიკაცია. მეორენაირად როგორ გასავლთ? ალტი რასთან ერთად? ნახე ხელსაწყოები ბევრი,
გუნთული და პირველი საწყო ალტერნატივად რომ მიყვა სორი ორმაგდება შეაყოფილებას დავაკლიკებ და გავწი ამას ვიაკ click and drag ანუ აკლიკება გადატანის ისე ვთქვათ make work აი ბატონო ესენი გვაქვს მოდი გავუსვამოთ კიდევ ერთი რაღაც პოზიციები შემიძლია ცალკე ლეიერებში ანუ გულისხმობ წინ რომელიც ამოწიო უკანონელი გადავიტანო ხო აქაც მარტივად მოვიდე ხელი თანზე ვითავიტანე ან მოვიდე ხელი ჩამოვიტანე იმ პოზიციაზე და პოზიციაზე სჭირდება შეხედოთ კლავიატურით თუ არ გასულ ხო გასწავლეთ ან კლავიატურით როგორ გადავიტანეთ ლეიერები რომ მაუსით არ ვაკეთებ Control Shift არა კონტროლი და ფიგურული ჭრილები ან Control Shift ფიგურული ჭრილები ან Control Shift ფიგურული ჭრილები სულზევით ან სულწრებით და კონტროლი და ფიგურული ჭრილები თითო პოზიციით ანზევით ან და გააჩნია როგორ აღჭირდება ხოლმე კეთილი სხვა აფსენი კიდე ეგრეთ ძირითადად ახალ დოკუმენტის შექმნით და საუბრობ და რაღაცა პატარა მანქანები ჩაწერა. გარდა დოკუმენტების სამოვიწყო და მე გავაკეთე. ესე ალტუნაშვილი. ეგლა არის კიბერნეტ სისაო თეო. თეონას არის ერთი. ჭავჭანიძე. მარიანა ყავს. ეს ბასალი. ეგეთები კიბერნეტო. იოვაშვილი. Ipazı, Kristin. Maharaşvili. Oduşvili. Uygur Abbas. Etkili. Pantalyan. Aris. Petagül. İnsan konuşmuyor mu? Mutlaka. Gogolishvili. Luxmanaşvili. Aris. Nepariti salva. ეხლა მოდი შექმენი ახალი დოკუმენტი ჩვენთან რაო შენ view menu-ში view show და grid გაჩი. ეგ არის დამხმარე. თუ რაღაცა ისეთი გრაფიკას ვაწყობ, მაშინ შემიძლია ჩავდო view menu-ში show და grid. ვაკეთებ რას? ნახეთ დოკუმენტი შევქმნათ და დოკუმენტზე custom shape-ებიდან თუნდაც შემოვიტანოთ რაიმე ობიექტი ოღონდ ფერი შავის გარდა ნებისმიერ ფერას გაგიხარდეთ. სამოცდოთავი. Შეგვენით? კარგი. ეხლა ნახეთ რა. ეს მოდი ვისწავლოთ ჩვენ ტრანსფორმაციები და ნახოთ რა საშუალებები გვაქვს ზოგადად ამ ტრანსფორმაციებს. პირველ რიგში ნახეთ გარდა იმისა, რომ გვაქვს შორტკატები, აუცილებლად ეს შორტკატი ემსახურება რაღაცა ბრძანებას, ხო? და ჩამოშალეთ აბა edit menu და მოძებნეთ free transform. Edit menu-ში free transform. ეს გვერდზე უწერია Ctrl+T, ხო? ან Ctrl+T ეს შორტკატი ან იმდენჯერ ჭირდება ტრანსფორმაციები, რეალურად სულ ჭირდება რაღაც მაგალითად და პატარება და რეალებაში უნება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს დაგამახსოვრდება ისედაც. და ბატონო, გამოვიძახეთ free transform-ს. სანამ გამოვიძახეთ, ნახეთ
free transform-ის ქვეშ ჩვენ გვაქვს ცალკე კიდევ transform. ან free transform-ი თვითონ მნიშვნელობიდან გამომდინარე გვიწყობს თავისუფალ ტრანსფორმაციას ობიექტების და აი ეს ტრანსფორმი უკვე ეს არის ჩაშლილი კონკრეტულ ტრანსფორმაციებად, რომელსაც ჩვენ free transform-ში ისედაც ვხვდებით, მაგრამ თუ რაღაცა კონკრეტული მჭირდება, მაშინ შემიძლია გამოვიძახო აი ამ ტრანსფორმიდან. ჯერჯერობით მოდი ნახოთ free transform-ის ამბავს. ანუ გავაჩერეთ control S layer-ი უნდა გქონდეთ არჩეული. ფიგურა ავიჩერეთ და control T. პირველი კაცაც ხო? მუნდუ. ხო, და control S დავაჩერეთ აბა control და T. ეთი. გამიშთა ხო ჩარჩო ყველას? კი. ანუ ნახეთ რა ხდება. ეს არის ტრანსფორმაციის ჩარჩო. ტრანსფორმაციის ჩარჩოში ხედავთ შუაში გაქვთ ცენტრი. ხო? და გარშემო გვაქვს ამ ჩარჩოზე რაღაცა პატარა კვადრატები. ეს პატარა კვადრატები წერილები ეს არის ტრანსფორმაციის მარკერები. ანუ რომლებზეც უშუალოდ ზემოქმედებით შეგვიძლია ტრანსფორმაცია. და ნახეთ როგორ ხდება ეს ამბავი. პირობითად თუ მჭირდება ჰორიზონტალური მასშტაბირება, შემიძლია დავაჭირო ან მარშრუტ ან მარცხნივ და გავწავიდო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ხდება აი ამ ტიპის ტრანსფორმაცია. ანალოგიურად იქნება რა ვერტიკალურის შემთხვევაში, ხო? ანუ შემიძლია ამ ქვევით ჩამოვიტანო, ან გავაპყრელოზებით პირიქით, ან სიტყვაზე ზევიდან ავსვი. კი ბატონო. აბა კუთხე მოსინჯეთ. ხო, აი ჯერ მასშტაბირებაში. ანუ თუ კუთხის მარკერს ავიღებთ, მაშინ ნახეთ ორი მიმართულებით, ანუ როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური, რომელიც არაპროპორციული მასშტაბირება შეგვიძლია ობიექტებს. აბა თუ გაგახსენდებათ პროპორცია რითი შემიძლია დავუცოთ? შევდგილავთ, ხო? ოღონდ ნახეთ აქ გავითარება. თუ პირობითად მე ვიყენებ ჭირდება პროპორციული მასშტაბირება ობიექტის და გამოვიყენებ თუნდაც shift-ი და გამოვიყენე ამას ქვია შუა მარკერები, ხო? ანუ ჰორიზონტალურად ამ შემთხვევაში shift-ი ვერ დაგეცემა. ეს შეიძლება არ შეიძლება იქნება ჩართული თუ არა. ხო. ანუ როცა გაჩერდება პროპორციული მასშტაბირება, აუცილებლად shift-ი და აუცილებლად კუთხიდან, ნებისმიერი კუთხიდან. და ნახეთ ამას პრაქტიკაში მივეჩვევით, ანუ ჯერ უშვებთ მაუსის კურსორს ხელს და მერე უშვებთ უკვე shift-ს და რა გაგვიყვეთ, ანუ თუ მე shift-ით ვაკეთებ ტრანსფორმაციას და ჩემი კურსორი სადღაც გარეთ არის სხვა პოზიციაზე, მე რო shift-ზე გამოშვას ხელი, ის ავტომატურად ჩარჩო გადახდება კურსორისკენ და შესაბამისად პროპორცია ვერ დაიცვა. ანუ ეს არაფერი შეუძლებელი მუშაობია, პრაქტიკაში ჯერ მაუსს დაუშვებთ ხოლმე და მერე უკვე shift-ს. გავიგეთ? დაჭერისას ჯერ shift და მერე მაუსი. როგორ? დაჭერისას არ აქვს მნიშვნელობა, ან შემიძლია ხო, ჯერ shift-ს დავაჭირო და მერე კი ბატონო მაუსი გამოვქენო უკვე ხო. მოდი ახლა ეს პირამიდი გააკეთოთ. კურსორი გაიტანეთ, უბრალოდ გაწიეთ ტრანსფორმაციის ჩარჩოს გარეთ. და ისაც დააკვეთით, ანუ თვითონ კურსორს დააკვეთით. Adrian. ხო? ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უკვე შევასრულოთ rotate-ი, ან შეგვიძლია დავაყენოთ ობიექტი და რა თქმა უნდა ობიექტი დასწრება აი ამ შველი ტრანსფორმაციის ცენტრის გათვალისწინებით. და ახლა მოდით სადღაც სხვა ამბავი. მოკიდეთ ცენტრის ხელი და ცენტრი შეგიძლიათ გაიტანოთ ნებისმიერ მარკერზე ტრანსფორმაციის ჩარჩოში. შეგიძლიათ ტრანსფორმაციის ჩარჩოში ნებისმიერ პოზიციაზე დააყენოთ, ან სულაც გამოიტანოთ ტრანსფორმაციის ჩარჩოს გარეთ და უკვე მოქმედება შესრულდება ახალი ცენტრის მიმართ. ხო? ანუ არაფერი ვიმუშავთ, არც არ გვეჩქარება, მოსინჯეთ. კარგად, აი ნახეთ, სადღაც ჩარჩოში შიგნით დავაყენეთ. შესაბამისად, ამ ახალი ცენტრის მიმართ მოხდება ტრანსფორმაცია. შემიძლია როგორც გითხარით, მარკერზე გავიტანო, აი მაგალითად ზედა მარჯვენა მარკერზე გავიტანე. ანუ ცენტრი სადაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება კონკრეტული ობიექტის ტრანსფორმაცია. გავიგეთ ხო ეს ამბავი?
ეთი. ახლა მოდი დავაბრუნოთ ეს ცენტრი თავის ადგილს. ნახეთ, ან პირობითად დავწიეთ ცენტრი და რაღაცა არ მინდა ამაწყოს. ამ შემთხვევაში მიახლოებით და ორიენტირებად აიღეთ შუამატყლების კვეთის არეალი და როგორც იმის უახლოვდებით, ვიწყდებით, რომ თვითონ გადახტება, ანუ თვითონ ჩახტება თავის ადგილზე, როგორც კი მას ცენტრის მიუახლოვდებით. შეცეჭეთ და ეს დაგაგ ცენტრი. ნახე, მომდეიგდება X-ი და Y-ი ალბათ ნაცნობია. ანუ ნახე, თუ ცენტრი დავგარგეთ, ხო, ყველაზე მარტივი ხდება ის. დაგრა, მაშინ მოდი გავა. სულ ტრანსფორმაცია, ანუ ეს გეკონტროლებს დაჭირე და თავიდან შევავდე კონტროლერს. არ არის პრობლემა. შევავდე კონტროლერს და ეხლა ტრანსფორმაციაში, როდესაც ვიკონტროლებით, ეს მნიშვნელოვანია. ვიცოდეთ, რომ სხვა რაღაცების გაკეთების უფლებას არ გვაქვს, სანამ ტრანსფორმაციას არ გავადასტურებთ, ან სანამ ტრანსფორმაციას არ გავაკეთებთ. პირობითად მოვატრიალე ჩემი ობიექტი, მომწონს და მინდა დავადასტურო. როგორ ფიქრობთ, რა იქნება პირველი ხალხი? მე დავაკლიკე გადატრანეს იმას და მე ება, რაო, ენტერიო, ხო? კეთე, ენტერი ყველაზე მარტივი. ჩავდი თავიდან ტრანსფორმაცია. პირობითად დავაპატარავე, დავატრიალე მომწონს. კიდევ დასწორი. აუ რა ვაბამ, თამა რა გიხარი? დამამა შეცვალა ხელსაწყო და კი ბატონო, ესეც არის დიალოგის პანჯერა, სადაც მაქვს ორი არჩევანი თქო, apply ან apply, ან საერთოდ თუ მესამეც თუ დავაკენსელებ ამ პანჯერას. ბუნებრივია apply იქნება დასტური. ანუ თუ ტრანსფორმაცია ჩართული მოხდა ხელსაწყოს ალყაში. ამ შემთხვევაში გამოვა უკვე ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, დიალოგის პანჯერა და ამეთანხმები ანარვეთან. გააჩ კიდევ ხედავთ რამეს კიდევ გვაქვს დასტურის საშუალება. ალბათ ისევებში დააკვირდით ძები. ეგრეთ წოდებული წიჩკა. ალამი, ხო? დავაჭირე, ესეც არის დასტური. იბათ. კიდევ გვაქვს საშუალება. ხო. მაგალითად, თუ მე შევასრულე ტრანსფორმაცია და ტრანსფორმაციის ჩარჩოში თუ ორჯერ დავაკლიკებ, დავუკლიკებ, ესეც არის დასტური. გავიგეთ? ხო. ეთი. დავაბრუნოთ სამიან ეპელას და ჩავხეთ თავიდან ტრანსფორმაცია. და მოდით გავაკეთოთ ეს რაღაც. როდესაც ობიექტის ან ობიექტების რომელზეც ტრანსფორმაცია შევასრულებ, თუ დავჭირდა მას ტრანსფორმაციის ჩარჩოიანად და ადგილება, საკმარისია მოხდეთ ტრანსფორმაციის ჩარჩოში. აუცილებელი არ არის ხილულ ნაწილზე დავაკეთოთ. როგორც ნახეთ, კურსორს შევიტან ტრანსფორმაციის ჩარჩოში, გამოჩნდება დიდი შავი სარი და სადაც ამ დავაკეთო, შემიძლია წავიღო უკვე თავის ჩარჩოიანად. ხო? ნუ დაუმიზნებ ხოლმე მაინდამაინც ცენტრს. რატომღაც ბევრი ცენტრს მიზნებს ხოლმე და მე ცენტრი მიაგდა თვითონ ობიექტი ვერ გაიხსნას. მეტყვით ან არ არის აუცილებელი როგორც გითხარით, ეპელაზე დავაკეთო. საკმარისია ჩარჩოში შევიდან. კურსორი შემიძლია გადავიდო ადგილო ეს ორი. ეხლა ეს რა კომფორტს გნის, ნახეთ? პირობითად ჩემი ამცანა მდგომარეობის შემდგომში ეს ეპელა ზედა მარცხენა კუთხეზე უნდა ვასწორო და თან უნდა შევამცირო. კი, რა თქმა უნდა, მე შემიძლია შევამცირო ჯერ თუნდაც შრიფტი პროპორციულად მივცენტრირებ და მივიტანო, ან გავიმარტივო ჩემთვის, ან კომფორტი შევიქმნა, მივიტანო თავი ჩარჩოიდანად, მოვასწორე, შიფტი და ქვედა მარჯვენა კუთხიდან შევამცირო. ან ზედმეტ მოქმედებს ვაიგებ თავს, რა, გულისხმობ, ვიგებ დროში, ვიგებ ენერგიაში და ასე შემდეგ. როგორ ვისაუბრებია, რევია ძენგია, ხო? ისე რომ მაქსიმალურად შევქმნით ხოლმე თქვენს კომფორტი. გავიგეთ? ამის ფაქტზე გასაგებია. ეთი როტეიტი ნახეთ მასშტაბირება. ხეთ, ახლა მოდი ჩავთვალოთ ვილაიო. ანუ მხოლოდ ეს არ არის ტრანსფორმი, იმიტომ რომ ჩვენ ტრანსფორმის მასალში ვხედავთ რომ რაღაცა ბევრი საშუალებაა, ხო? დავიწყოთ პირველი ისევ შიფტი, ანუ შიფტი, ნახეთ რომ იცავს პროპორციებს. ახალ ვერსიებში შიფტი შეიძლება დამუშავდეს, იმიტომ რომ პირიქით დავაყენოთ პროპორციები და არა დაწესო, ხო?
ეს ორი ისა, რა, დაპირისპიროთ ან. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ shift-ი არ ფუნქციონირებს თუ ვიყენებთ შუა მარკერებს. ამ შემთხვევაში პროპორციებს ვერ დაიცავს. მოდი ვნახოთ ალტი. მოსინჯეთ ალტი ლაი და ტრანსფორმაციის ჩარჩო შუა მარკერები და დააკვირდით. და მითხარით განსხვავება რაში? ალტი და შუა მარკერები. ან ნახეთ, ალტის საშუალებით სრულდება ორი მოპირდაპირე მხარის განაბარი მნიშვნელობით ტრანსფორმაცია. აბა ალტი და კუთხე მოსინჯეთ. სიმაღლეში შევთქვევით. ცენტრიდან ან ცენტრის მიმართ არაპროპორციული მასშტაბირება. და რა ვთქვით, რა იცავსო პროპორციებსო? Shift-ი. მოსინჯეთ ალტი და shift-ი ერთად და კუთხე. მხრიდან დააპატარავა. ან shift-ი და კუთხე ეს არის ცენტრისკენ, ან ცენტრიდან უკვე პროპორციული მასშტაბირება. ხო? კარგი. მოდი rotate-ის დროს, ანუ კურსორი გამოიტანეთ გარეთ და მოსინჯეთ shift-თან ერთად დაგვიარეთ. Shift-ი და rotate, ხო? რას გასწრებ? ვერაფერ. ანუ დაახლოებით გრადუსები არ გიწევია? ყველა 15 გრადუსზე რეალობის საშუალებას იძლევა shift-ი ლაკი. shift-ის გარეშე შემიძლია დავატრიალოთ ნებისმიერი ჩემთვის სასურველი გრადუსი. კარგი. კითხვა არ გაგვიჩნდა? 17.9 გრადუსით მინდა მოვატრიალოთ, სად გავწერო? აი ეს უფრო წერია. დაატრიალებ და ნახეთ ფისებებში სად იცვლება მახასიათებლები. ტრიალის პროცესში გრადუსის ნიშანი სადაც კუთხის მაჩვენებელი წერია, ეს არის rotate-ის ის გრადუსი, სადაც შემიძლია გავწეროთ 17.9. ან დადებითი, ან უარყოფითი მინუს დავწერე, მაშინ საპირისპირო მიმართულებით შემიძლია დავაწყოთ. გავიგეთ? ხო? ნელა ფისებებსაც მივეჯოთ. აი, ალტი ნახეთ, ალტი და shift. ნახეთ, ვინ დავჭარ? კიდე დავჭარ, იღო. კონტროლ. მოსინჯეთ კონტროლი და კუთხის მარკერი ნებისმიერ. ბევრად სახალისო გახდა, ხო? ნახეთ რა ხდება. ნახეთ რომ შეგვიძლია გავშიოთ ეს მარკერი. ხო, რეალურად კონტროლი და მარკერები საშუალებასაც ჩვენ ობიექტები გადავხაროთ, დავხაროთ, ენახეთ ტექნოლოგიაში გავიტანოს, ასეთით ვაჩვენო და ასე შემდეგ. კონტროლი და კუთხის მარკერები, ნებისმიერი კუთხის მარკერი არა. თუ კონტროლით გამოვიყენებთ შუა მარკერებს, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა დახრა გადახრა, რომაც უკვე ან ჰორიზონტალური მნიშვნელობით შემიძლია გადავხარო პირობითად, ან შემიძლია ვერტიკალური მნიშვნელობით თუ ვერტიკალური ხაზის შუა მარკერს გამოვიყენო. გავიგეთ? დაასტური რომ ნახეთ, როგორ გავაუქმო ახლა ეს ტრანსფორმაცია, როგორ აბა რაღაცა გავაკუჭე, არ მომწონს და მინდა საწყის ეტაპს გავაკეთო. სანამ ჩარჩოვმა, ნახეთ, კონტროლ-Z მხოლოდ ბოლო მოქმედებას ასრულებს. escape გილაკი. კი ვარიანტი, ხო, escape ზოგადად ხო გაუქმების გილაკი, ხო, ამას ხო, escape შემიძლია გავაკეთო. მეორე ვარიანტი გაუქმების. ზევით, აი ამ ასე ვთქვათ, ალანის გვერდზე გვაქვს ხაზგადასხმული წრე. ესეც არის უარყოფა. და მესამე, ასეც განვიაგრო, ეს არის თუ ხელსაწყო ავირჩევ და apply-ის ნახავთ ვერგვი don't apply. ხო, ამ შემთხვევაშიც გავუქმები პარტის პროცესს. გავიგეთ? ჩავდეთ ტრანსფორმაცია, ანუ ალტი ვნახეთ, shift-ი ვნახეთ, shift-ი ცალკე ვნახეთ.
კონტროლი წავდებ და აუტ კონტროლი აუტი და კონტროლი დახტება ისტორიაში აკიდა ორი მოპირდაპირე მარკერიც ხო? ანუ მეტყუთები გავს ზედა მარჯვენა ქვედა მარცხენაც იცვლება ესე კარგი shift და კონტროლი და მარკერი გამოიყენება ხო? shift კონტროლი ჭირავს და რა მაგალითად თუ მე გამოვიყენებ მარკერს ნახტება უბრალოდ shift-ის გარეშე ამ პოზიციებს ამ თარეულად მასშტაბს ეს shift-თან ერთად მასშტაბია კონტროლი გადაწყდა გასას ასრულებს ანუ shift კონტროლი გავიგეთ? ერთი. ეხლა მოდი ტრანსფორმაციის ჩარჩო თუ ჩართული გვაქვს, თუ არა ჩართოთ და მაუსის მარჯვენა დილაკს დააყენოთ. ტრანსფორმაციის ჩარჩოს ისევ edit-დან კონტროლ-T დავიმახსოვროთ, ჯობია მივეშოთ, რომ სულ მენიუში ზომიალი არ გიწევდეს, უფრო მარტივი იქნება. ანუ ტრანსფორმაცია ჩავხდეთ და მარჯვენა კლიკი ან ჩარჩოში, ან ჩარჩოს გარეთ არ აქვს მნიშვნელობა რა ამ შემთხვევაში. ეს ის ტრანსფორმაცია. ხო, ეხლა ნახეთ რა ხდება. ხურეთ? ისევ და ისევ მე თუ რაღაცა კონკრეტული ბრძანება დამჭირდა, შემიძლია არ წავიდე მენიუში, არ ჩამოვშალო ტრანსფორმი და აქედან არ ავუჩი. ანუ ეს ყველაფერი მოცემული გვაქვს მარჯვენა კლიკის მენიუშიც, როცა ტრანსფორმაციის ჩარჩო გვაქვს ჩართული. ანუ როცა ვიყავი ტრანსფორმაციაში. ახლა მოდი ერთადერთი აქ რაც არ მაქვს, ანუ პირველი ბრძანება განსხვავდება ნახეთ, free transforms მთავაზობს და edit menu-ში მთავაზობს again. again რა არის? ვაუ, მე ბატონო, გამეორება, ხო? ანუ თუ მე პირობითად ნახეთ, მოვატრიალებ რაღაცა იმის გრადუსით, შევამცირე მასშტაბი და მივეცი ამას დასტური. თუ მე მინდა რომ გავიმეორო, ანუ კიდევ ერთი იმდენი მასშტაბირდეს და დატრიალდეს, მაშინ შემიძლია გამოვიყენო უკვე shift control-T, რომელიც არის again და შესაბამისად ყოველ ჯერზე გაიმეორებს იგივე სიტუაციას. და მოდი მოვიდეთ ცალკეული ტრანსფორმაციები რა არის. პირველი გულისხმობ უკვე ამისიდან გვაქვს scale. scale ვიცით რა არის? გაზედა პატარავა. მასშტაბი. ანუ თვითონ სიტყვა პირდაპირ მნიშვნელობით მასშტაბს გულისხმობს და ნახეთ რა მოხდება. თუ მე მხოლოდ scale-ს ავირჩევ, მაშინ კურსორზე არ გავიტან, არ გავიტან, როტინგის საშუალება არ მექნება. მექნება მხოლოდ მასშტაბირების საშუალება. ანუ სხვა ყველაფერი ჩახსნილია და მხოლოდ მასშტაბირების თემაში იმყოფება. რა თქმა უნდა, მუშაობს ალტი და მუშაობს shift-ის. ანუ გულისხმობ თუ შეიძლება ცენტრიდან მასშტაბირება პროპორციული, არაპროპორციული, ეს გილაკები მუშაობს, მაგრამ კონტროლ გილაკი უკვე არ მუშაობს, იმიტომ რომ კონტროლი ემსახურება უკვე სხვა პროცესს, ანუ დახრა-გადახრას და შესაბამისად რა ხან მხოლოდ მასშტაბი მაქვს ჩართული, ამ შემთხვევაში მარტო მასშტაბირების საშუალება მაქვს. ანალოგიური სიტუაცია გვექნება rotate-თან მიმართებაში, ხო? ანუ თუ მე ჩავთავ rotate-ს, მაშინ მხოლოდ დატრიალებას შევძლებ და შევძლებ ცენტრის გადაადგილებაც უნებრივია შემიძლია. ეს ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია ცენტრის გადაადგილება. სამაგიეროდ მასშტაბირებას ვერ ვიზავ, დახრა-გადახრას ვერ ვიზავ და ასე შემდეგ. გავიგე? ერთი. გავუძებ კონტროლ-T და შემდეგ. შემდეგი ორი ბრძანება skew და distort. ეს არის ის ბრძანებები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ კონტროლ ღილაკთან ერთად, ან კონტროლთან და shift-თან. ხურეთ? და განსხვავება ახლა მაგას. გვაქვს skew და გვაქვს distort. skew შემთხვევაში მე ჩავხდეთ მხოლოდ skew. მოდი დავიწყოთ შუა მარკერით. მე შემიძლია შუა მარკერს ჰორიზონტალურად მozრაობა, არ შემიძლია ნახეთ რა, მასშტაბირება, ანუ მხოლოდ გადახრა შემიძლია. შემიძლია ვერტიკალური გადახრა. კი ბატონო. შემიძლია გავიტანო კუთხის მარკერი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, ანზე მიცნობთ რა მნიშვნელობა,
მაგრამ არ შემიძლია აი ეს კუთხის მარკერი წამოვიყვანო დიაგონალზე, რომ იცე რაღაცა სხვა პერსპექტივაში გადის. იცი? ხო? და პლუს ანუ რა ხდება, რომ მასშტაბირება დაცულია, მასშტაბშიც ვცვლით დახრით დროს. ჩვენ ვთქვით. ახლა ასაკეთებს დისტორტი. დისტორტი აკეთებს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს Q, პლუს შემიძლია მასშტაბირებაც. თვითონ თან შევამცირე, გავაფრთხილე, რაღაც გავწელე, თან გადავხარე და ასე შემდეგ. და ნახეთ, კუთხის შემთხვევაში, როცა დისტორტი მაქვს ჩართული, იმის შემიძლია დიაგონალზე წამოვიდო, და აგურით სად არის წერტილი, ხო? ანუ შესაბამისად, სხვა სიკვდილით შემიძლია დავხო. ამას უნახებს ამ დისტორშენის განაწილება. გაჩნდა კითხვა? ბატონო 20 გრადუსით მინდა გადავხარ ჰორიზონტალურად. რა თქმა უნდა, და ნახეთ რა, ეს ხომ ახლა კუთხის მაჩვენებელი. როტეიშენის მახასიათებელი. მის გვერდზე H და B რომზე. ნახეთ თუ მიიტან, დაიწერება კიდევ set ჰორიზონტალურად. ან set vertical skip. ანუ ჰორიზონტალურად მინდა გადავხარ. H ეს არის ჰორიზონტალ და შესაბამისად გავწერე ამ დადებით ვაკოფითი. და ასევე შემიძლია გავწერო ან ვერტად, ან პირობითად ცალკე გააჩნია რა ტიპის დახრა გავიგე? რა, გავუქმე, გავიდა კონტროლდა და გავწერე. ერთგვარი გვაქვს პერსპექტივა. ავირჩიეთ პერსპექტივა და მოსინჯეთ კუთხის მარკერი. ანუ პერსპექტივაში დახრა გულისხმობს ორი მოპირდაპირე კუთხის თანაბარი მნიშვნელობით გახსნას. თუ გამოწია თუ შევწიეთ კუთხეები გავუშვი სადღაც პერსპექტივაში ან სხვა სექტორში. და აქაც ამ ნებისმიერი კუთხის მარკერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია როგორც ჰორიზონტალურად გავიტანოთ, ასევე შეგვიძლია ვერტიკალური პერსპექტივაც მივანიჭოთ ჩვენს ობიექტს. და შეიძლება, როცა პერსპექტივის დროს ვიყენებთ შუა მარკერს, ამ შემთხვევაში აქ გვაქვს უკვე სქიუს ნაწილი მომატება, შეუძლებლად ჰორიზონტალურად ამოვიტანოთ. შემიძლია გავაკეთოთ. მაგრამ პერსპექტივების მთელი ხიბლი რომლებიც იმაში, რომ კუთხეების, ასე ვთქვათ, მოპირდაპირების თანაბარი მნიშვნელობით ტრანსფორმაცია შეგვიძლია, რაც ქმნის რეალურად პერსპექტივაში ხეთს და მოსინჯეთ? დაიბადეთ. შეიძლება შემდეგი ძანა. აბა ნახეთ. გაჩნდებათ და გრიდი გავუჩნდა, კი ბატონო. გრიდის გარდა ხედავთ მარკერებიც გვაქვს, რაღაცა წერტილებიც გვაქვს და უბრალოდ ჩავიდეთ ამ გრიდში და აკლიკეთ კურსორს. ცოტა გაიგეთ. ვორპი ეს არის უკვე დეფორმაცია, რელიეფური ტრანსფორმაცია, რეალურად სადაც შემიძლია ან შიგნით გრიდში ჩავდე, ასევე შემიძლია კუთხეები გამოვიტანო. და ნახეთ ეს წრეები ვინ არიან, რეალურად ეს არის მიმართველები, რომლის საშუალებითაც ასევე შემიძლია დეფორმაცია ეს გამოიყენება როგორც ვექტორულ ობიექტებზე, ასევე შემიძლია ტექსტზე გამოვიყენო, ასევე შემიძლია ასრულიერებზე გამოვიყენო, სიტუაციებზეც შეუძლებლად შემიძლია გამოვიყენო. მოდით, ჯერ ჩვენ არ ვიცით მონიშნები და ასე ვთქვათ რაღაცეები, ამიტომ მე უბრალოდ შემოვიტანე გამოსახულებას და გაჩვენებ, რომ სურათებზეც შეუძლებლად მუშაობს ეს ამბავი. ჩავწერთ ტრანსფორმაცია, ჩავწერთ ვორპი. რაღაცა შეიძლება მქონდეს პირობითად ეტიკეტი გაკეთებული და მინდა რომ რაღაცა ბოთს შემოახვიო და ვინახო როგორ იქნება, ან რაღაცა ცეცხლის ალები იმარ და მინდა რომ იმართო, ყვავილი მაქვს,
ნებისმიერი ამ სიტუაცია, რითი შემიძლია რაღაცა მოვარდო. მაგას ძალზე გასწავლით. ანუ თელ იმას თუ მე გასწავლით, გასწავლით ხელსაწყოს და თემას, რით უნდა გაახმოთ. მე როგორ გაახმოთ, ის თქვენი ამბავი. ონც იმას გასწავლით ერთი პირველი. თუ დაკარებდეთ მაკაცებს არ გადაიკიდეთ, ხო? მაგრამ ეს გადაიკიდეთ აბოლო. ზედი, მოკლედ, ესეთი ამბავი, როგორც ვნახეთ, ტრანსფორმაციები მოხდით სტრუქტურებზე, ასევე სურათებზე, ექსისტენციას გაჩვენებთ, არ არის პრობლემა. გავუშვით ტრანსფორმაცია. ხო, ნახეთ რა არის. ეს და ტრანსფორმაციის ვორკში, ტრანსფორმაციის ვორკი გადაშვი. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ტექსტის ხელსაწყო არჩეული, მას თავისი ეს ვთქვათ, აი აქ ვორკი ჩდება, სადაც უკვე შემიძლია აი ამ შეიფების საშუალებით მივანიჭო ის ფორმა, აი მაგალითად ტექსტის ფორმა და ასე შემდეგ. ეხლა ეს ფორმები ჩვენ რომ ვნახოთ აი ამ პეპელს, საიდან უნდა გამოვიყენოთ და როგორ მივანიჭოთ. ჩავთვალოთ ტრანსფორმაცია, ჩავთვალოთ ვორკი და ნახეთ თვისებების ნაწილში custom რომ გიწერთ, ჩამოშალოთ custom და გაგოცემული ეს ფორმა. ან პირობითად მე თუ მინდა თაღის ფორმა, შესაბამისად შემიძლია უკვე ფორმიდან ავიჭი. შეიძლება ერთ-ერთი აირჩიოთ, მე კლავიატურის სისხლით ჩამოყვეთ და დაათვალიეროთ რომელი ფორმა რის მიხედვითაც ენახეთ ნიჟარის ფორმის ინფორმაცია, დროშის ფორმის მიხედვით, ყალღები ან შიგნი. თავიდან ჩავთვალეთ ტრანსფორმი, მარჯვენა კილში ვორკი ავირჩიეთ და ზევით თვისებებში custom ჩამოშალოთ. და ნახეთ აი თაღის მაგალითზე რო გაჩვენეთ. ყურეთ ჩავთვალეთ თაღი და ნახეთ ამ ტრანსფორმაციის ჩარჩოში მაქვს მხოლოდ ერთი მარკერი, რომლითაც შემიძლია უფრო მეტად თაღოვანი გავხადო, ან შემიძლია საფრთხე რომ იმართულებით საფრთხე. ეს როცა ვიხსენებ უკვე კონკრეტულ ეს ფორმებს და მათ მიხედვით ვახდებ თეორიას. შინაური სწავლები 500. გადაი. ამბეგდება საერთოდ. ის კეიბილად არის მაგდოს გამოსავალი. ან ის კეიბი თუ რამეში იმპოპები გავთიშავ, თუ კიდე რამე არის მოხდა. ახლა უკვე ლეიერებში დააგვირდით წითელი ნატურა როგორ ჩართული. გამორთე? I may escape from it to job. თავით კატა. კაი, გავერთეთ? გავაგზავნოთ? და ჩავთო ტრანსფორმაცია და ნახოთ კიდე რა ბრძანებები გვაქვს. მაგის ვთქვათ მენიუში. Content areas key-ი აქედან არ აქტიურდება და მე გაჩვენებთ როცა მონიშნულზე და სურათებზე გადავალთ და ეს არის ცარიელი ფართობების ხარჯზე მასშტაბირება. Happy Dwarfs გაჩვენებთ იმ შემთხვევაში თუ კარგად მიგცემ. ესეც სურათებზე რო გადავალთ. Happy Dwarfs ეს არის მარიონეტული ტრანსფორმაცია, ძალიან საინტერესო და ამას აუცილებლად გაჩვენებთ. ამაზე აზრი არ აქვს და მაგითო ჯერ სანამ არ ვიცით მონიშნულს, ხო?
შემდგომ 3 როთეიტი გვაქვს 180 გრადუსით, ანუ თუ უშუალოდ გრადუსებიდან არ გავწევ და პირდაპირ ცირკირდება, ანუ 90 გრადუსის მოტრიალება, clockwise საათის სისხლის მიმართულებით, counterclockwise საათის სისხლის საპირისპირო მიმართულებით. ეხლა თუ გაქვთ ობიექტი ისეთი, რომელიც არასიმეტრიულია, მაშინ შემდეგ ქვედა ორგზანებას მარტივად მიხვდებით რას აკეთებს. ეს არის ფლიპები, ფლიპ ჰორიზონტალი და ფლიპ ვერტიკალი. ფლიპები არის უკვე სარკისებური შებრუნება და არა დადრეალები. მაგალითად, ფლიპ ჰორიზონტალი, მას მივიყურებოდა მარცხნივ. და ფლიპ ვერტიკალი ეს არის ვერტიკალური შებრუნება. ფლიპ ვერტიკალებს ჩვენ გამოვიყენებთ ხოლმე და დარჩილდება ხოლმე, როცა ანარეკლების გაკეთებას ჩაიფიქრებთ ან რაღაცა, ხო? ერთი შემთხვევებისთვის უნდია შეგვიძლია გამოვიყენოთ მე ამ ფლიპების ამბავიც. გავიგეთ? კი. რაღა ეს ამბავი გავიგეთ? ეხლა რომ ტრანსფორმაციებში ავიღოთ დახელოვდეთ და კიდე მივიჩვიოთ, ბევრს არაფერს არ აგიცნით, ვაკეთებ შემდეგ თემას. მოდი მე ჯერ გასწავლით დოკუმენტი შენახოს, რა პირობებით უნდა შევინახოთ. მერე უკვე აი ამ custom shape-ების გამოყენებით და თქვენი ფანტაზიით მასშტაბი ან ტრანსფორმაციები ხო ვისწავლთ აფს, ხო? ფერის შესვლა ვიცით, დუბლირება ვიცით. შემიქმნით რამე შინაარსი, რომლებსაც დავიმახსოვრებთ პირველ დოკუმენტებს და მერე ბოლოს გას მივახცევთ, მერე ვიღადავთ პირველ ნამუშევრს. ხო? ესე იგი, რაც შეეხება დამახსოვრებას, აუცილებლად ნახეთ მიეჩვიეთ იმას, რომ როგორ ვთქვათ, პირადი მწარე გამოსვლებით გეტყვით, რომ 16 საათის ნამუშევარი მაქვს გაკეთებული. ამას კი არ შეეწირა ჩემი თანამშრომელი, იმიტომ რომ ფეხი გამოდო იმას, რა, ყველის ამბელს და გამიჩნდა კომპიუტერი, გადავიარეთ. მე კი 2 საათში ავაწყე, მაგრამ ის ძელი ნაფიქრი, ნაშრომი და ასე შემდეგ დავყავ. ამიტომ ესეთი რამე რო არ მოგიგდო. აი, როგორც კი შევქმნი დოკუმენტი, როგორც კი შემოვიტანე რაღაც პირველი ელემენტი, რა მნიშვნელობა, ხო რა შემოვიტანე, ვიწყებ პროექტს. აუცილებლად მივიდოდი ფაილ მენიუში და ვიზახებ save ან save as, რა მნიშვნელობა. პირველ შემთხვევაში, ანუ სანამ მუშაობ და ზოგადად სულ პირველ რიგში ვინახავ Photoshop-ის ფორმატით, რომ მე ხვალ ზეგ ერთი პირის მერე ერთის მერე შევძლო ამას გახსნა, კონდეს ლეიერები ცალ-ცალკე არ იყოს შეწოდებული, არ იყოს ეს სურათად გადაქცეული და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მასთან ვთქვათ მუშაობის გაგრძელება. პირველივე რომ ჩამოშლით ფორმას, აქ შეგვიძლია რა თქმა უნდა სახელი შევიტანოთ. ხო, ანუ საერთოდ ტესტი დავარქვა და აი ნახეთ ფორმატებს რომ ჩამოშლით. პირველივე აუცილებლად ახდენთ Photoshop და ჩხილებში ეწერება მერე PSD, PDD და ასე შემდეგ, რა. ანუ ეს PSD ეს არის Photoshop დოკუმენტი. ასე იშიფრება ამ ფორმატით ვინახავთ. ამ ფორმატით ვინახავთ, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე შევძლო ნებისმიერ დროს მისი რედაქტირება. გავიგეთ? ხო? და ნახეთ რას ვაკეთებ. მაგალითად, დესკტოპზე პირობითად ტესტი შემოხონდეს ამიტომ რაღაც ავაქვი და მივეცი ამას ეგრე. ეს პანჯარა არაფერს არ გაძლევს, შეგიძლიათ ჩავხოთ don't show again. რომ მე კიდე OK-ზე დაჭერა არ მოგიხდეთ ხოლმე. ან დავდადოთ როგორც არის, არც მიზდა პრობლემა. ეხლა უყურეთ რას ვაკეთებ. ანუ მე რომ გავაგრძელე მუშაობა და შევქმნი კიდე რაღაცა ელემენტები პირობითად და რაღაც ეტაპამდე მივედი, ისე ვაკეთებ რას. Save. Ctrl+S, აი ეს კომბინაცია. დაიძმაკაცეთ, დაიდაქალეთ, დაიმეგობრეთ არც. ან ნახეთ, ყველა ეტაპზე, ანუ მე ხო ერთხელ შევინახე უკვე დოკუმენტი, Ctrl+S რო დავაწვევი, პანჯარას აღარ გამომიტანს, მაგრამ მე მეცდები, რომ ამ ეტაპზე მე დოკუმენტი შენახული მაქვს. აი პირობითად რო დავხუროთ ეს დოკუმენტი, ესე დავხუროთ და ნახოთ ჩემი აი ეს რა. მე აგობთ, გავხსენი და ამ ეტაპზე მე უკვე შენახული მაქვს ეს დოკუმენტი. ანუ პირველი